მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 13 მაისი, ტრადიციულად 2 საათზე გირჩი ტივის ეთერში გადის პოდკასტი კულტურა ავტორიტარიზმის მიზნაზე. ძალიან მოკლედ მინდა გამოვეხმაურო ავტორიტარიზმის საკითხს. დღეს არის უწყვეტი პროტესტის 167-ე დღე და დღეს არის ასევე ის დღე, როდესაც საქალაქო სასამართლოში იმართება ანი ქავთარაძის და თორნიკეს ხვიტარიძის ეგრეთ წოდებული პროცესი, ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ ეს არ არის პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ავტორიტარიზმში, ეს არის დიქტატურისკენ დაახლოებული ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ შექმნილი პოლიტიკური ვითარება საქართველოში და ჩვენ უახლოესი 40 ან 50 წუთის განმავლობაში ვისაუბრებთ კონკრეტულად კულტურის ნაწილში რას ნიშნავს ავტორიტარიზმი. მაგრამ ამასთანავე რასაკვირველია სოლიდარობას უცხადებთ ყველა უკანონოდ დაკავებულ რეჟიმის ტყვეს და სოლიდარობას უცხადებთ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ იდევნება. დღეს ჩვენი სტუმარია დრამატურგი, დრამის რეჟისორი, ძალიან საინტერესო მოსაუბრე გიორგი სავანელი და პირველ რიგში უღრმესი მადლობა გიორგის პოდკასტში სტუმრობისთვის. არ დავმალავ დავიტყვი რომ ძალიან დიდი ხანია მინდა რომ ამ პოდკასტის სტუმარი იყოთ და მე ვფიქრობ რომ ეს ეპიზოდიც ასევე ძალიან საინტერესო მოსასმენი და საყურებელი იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. დიდი მადლობა თქვენ. გიორგი, ცოტა ისეთი ვრცელი შესავალი გამომივიდა, საკმაოდ კრიტიკულიც და ჩვენი დიალოგის პირველი კითხვაც შესაბამისად ცოტა ისეთი მძიმე კითხვით დავიწყებთ. პროტესტი, რომელიც უწყვეტი პროტესტია, უკვე ახსენეთ, ეს პროტესტი დაიბადა სწორედ კულტურაში და სწორედ თეატრი იყო ის სივრცე, სადაც პროტესტმა თავისი დასაბამი იპოვა. ამ უკანასკნელ პროტესტს გულისხმობ რასაკვირველია. რა ძალა აქვს თეატრს, რატომ ეშინია რეჟიმს, აბსოლუტურად ყველა რეჟიმს რატომ ეშინია თეატრის? აი ამ თემით გავხსნათ ჩვენი დღევანდელი საუბარი. მივესალმებით თქვენ მსმენელს, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. თავიდანვე შევუერთდები მეც თქვენ შესავალს. რა თქმა უნდა, არა რუსულ რეჟიმს, არა ქართული ოცნების არალეგიტიმურ, არაღიარებულ და უკვე შეგვიძლია ვთქვათ ტოტალიტარულ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და რა თქმა უნდა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. რაც შეეხება რეჟიმს, რეჟიმები აქაც მე მგონი შეგვიძლია განსაზღვროთ, რომ ერთია რეჟიმი და მეორეა რა სურვილები აქვს რეჟიმს, რადგან ისტორიის განმავლობაში განსაკუთრებით ხო ადრეულ საუკუნეებშიც ბევრი რეჟიმის ტიპის ხელისუფლება გვინახავს, ბევრი დიქტატორული, ტირანული ხელისუფლებები, ხო, მათ შორის შუა საუკუნეებში, მათ შორის მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში, მათ შორის ოღონდ აქ მე მგონი ჩვენთან კიდევ უფრო დრამატულად არის ახლა ვითარება, რადგან ეს ტირანები თუ დესპოტები, რომლებიც ცდილობდნენ რა თქმა უნდა ერთპიროვნულ მართვას თავიანთი ამბიციების გამო, მათ გააჩნდათ ის რაღაცა ღირებულებითი თავარი საყრდენი, რომ საკუთარი სახელმწიფოს მაინც არ ღალატობდნენ. ისინი თავიანთ ინტერესებს უკავშირებდნენ საკუთარ ქვეყნებს და სახელმწიფოს, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო მათი საკუთრება, ხო, ეს ნებისმიერი მონარქიის დროს, ამიტომ ისინი ცდილობდნენ ეზრუნათ მის გაფართოებაზე, გაძლიერებაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უბრალოდ ჩაეხშოთ ყველა კრიტიკული და თავისუფალი ხმა, რაც მათ ხელს უშლიდა სწორედ საკუთარი ქვეყნების თუ სახელმწიფოების ფლობაში. ჩვენთან კიდევ უფრო დრამატულად არის ვითარება, რადგან ყვავს რეჟიმი, ყვავს მწვალებელი თუ არ ვიცი რა შეიძლება დავარქვათ, ხო, ამ რაღაცა კაცუნას, რომელსაც ძალიან ძნელია საერთოდ ადამიანი უწოდო, რაც არ უნდა უხეში იყოს ეს ნათქვამი, ხო? ამ ყველაფერს არ ეწყინება. დარწმუნებული ვარ, არც განიხილავს ამას როგორც შეურაცხყოფას. არა, აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ და ამ ჩვენ ვითარებაში ეს არის მართველი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის თუ სახელმწიფოს ინტერესიც კი არაფრად ანაღულებს და მთელი მისი მცდელობა არის მისგან, რომ როგორმე ის გადააბაროს ვიღაც სხვას, მის პატრონს, არ ვიცი ბრჭყალებში მის მოყვარეს თუ ვინ იქნება თუ ვისთანაც ანგარიშვალდებულია. ამიტომ აი ეს ძალიან დრამატული სხვაობა ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ყოველთვის რეჟიმია თავისი გამოვლინებებით, მაგრამ მისი მისწრაფებები და სურვილები
საშუალებით მიზანი ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აი ეს დრამატული ვითარება კიდევ უფრო რთულ და გამოუვალ სიტუაციაში გვაგდებს დღეს და რაც თავარია დღეს როდესაც ვამბობთ მით უმეტეს იმ სიტუაციაში იმ განვითარების პირობებში და იმ ცივილიზებულობის ხანაში ხო როდესაც ფაქტობრივად მთელმა განვითარებულმა მსოფლიომ აღიარა დემოკრატიის უნივერსალურობა ხო გასაგებია რომ რა თქმა უნდა მას აქვს შეიძლება თავისი უამრავი ნაკლი თუ ხარვეზი თუ ასე შემდეგ მაგრამ ჯერჯერობით ეს არის საუკეთესო უალტერნატივო სისტემა საზოგადოების და ადამიანების ცივილიზებული გზით განვითარებისკენ ხო გიორგი აი უცებ უნდა ჩაგერთოთ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ესეთი ფრაზასავით ჩამომიყალიბ და რაზეც აქამდე არ მქონია ესეთი ჩამოყალიბებული აზრი ამ რეჟიმს არ აქვს სახელმწიფოებრივი ამბიცია აი ეს არ აქვს იმისი ამბიცია რომ ქვეყანა რომელიც მას ასე ხელში აქვს ჩაგდებული სრულად ეს სახელმწიფო თავისთავადაც იყოს ძლიერი და აქ არის მთავარი პრობლემა. ეს ძალიან საინტერესო ხაზია და ამაზე შეგვიძლია რომ ძალიან მარტივი პარახვაა რაღაც არაბეთის აბსოლუტური მონარქიებიც რო ავიღოთ დღევანდელი ხო? ის გასაგებია რომ ეხა იქ უმძიმესი ვითარებაა ადამიანის უფლებების თუ უამრავი თვალსაზრისით ხო? მაგრამ ის ხალხი ცდილობს რომ აი ეს საკუთარი ქვეყანა იყოს წარმატებული, იყოს მოწინავე და ის ცდილობს აი ამ რა თქმა უნდა უგვანი ხერხებით, მაგრამ იმიტომ რომ მათ სწორედ არ გააჩნიათ ის ადამიანური ის ჰუმანისტური ის დემოკრატიული ღირებულებები რომ მათ შეძლონ სწორედ აი ამ ჰუმანისტურ საფუძველზე განვითარება მაგრამ ისინი ცდილობენ როგორც მათ შეუძლიათ როგორც მათ ესმით მათი რაღაც სულიერი დაკნინებულობიდან გამომდინარე განვითარებას აქ ეს მდგომარეობაც არ აქვს ამიტომ აი ეს არის ყველაზე მძიმე და ყველაზე მიუღებელი სადაც ეს არის მონების ბატონობა უბრალოდ გამართლება ამიტომ არ აქვს აი იქ შეიძლება რაღაც ახსნა რაღაც გამართლება არ აქვს უბრალოდ აი ამ რეჟიმს რაც აი ამ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულმა პატრონებმა თუ ბატონებმა დააყენეს დამკვეთების თუ არ ვიცი ვინც არიან მათ ზევით მათი აი ასე მწვავეთ ეს საკითხი აქამდე უნდა პირდაპირ თქვა რომ არც ჩემს პოდკასტში და ისედაც იშვიათად გაჟღერდება ხოლმე ესეთი სიმძაფრით თუმცა ამ სიმძაფრეში და სიმკვეთრეში როგორც კი ადამიანი ისმეს იმ წამსვე ხვდება რომ სრული სიმართლეა ეს რასაკვირველია ძალიან მძიმედ მოსასმენი სიმართლე მაგრამ აბსოლუტური სიმართლეა რომ დღევანდელ რეჟიმს აბსოლუტურად არ აინტერესებს დამოუკიდებელი განვითარება სახელმწიფოსი აბსოლუტურად მას აინტერესებს მონობა კი და სიმართლის გარდა მე მგონი ეს არ არის ჩვენი შეფასებითი ნაწილი ხო ჩვენ ლაპარაკობთ ფაქტებიდან გამომდინარე უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ამის ანალიზი გავაკეთოთ და თვალი გავუსწოროთ ამ ძალიან წარეს სიმართლეს თორე ეს ხო არ არის უბრალოდ რომ მე ასე მინდა და მე ეს ხო არ არის ინტერპრეტაცია რაღაც ნებისმიერი ფაქტის თუ რაღაც ნაწარმოების ასე შემდეგ მე მგონი რომ არც უტრირება კი რაც შეეხება თეატრს ხო თეატრთან დაკავშირებით თეატრი საერთოდ როდესაც დაიბადა და საერთოდ ხელოვნება მე მიმაჩნია მისი აუცილებლობა დაბადა პირველ რიგში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანმა სათქმელმა და მეორე პროტესტმა. პროტესტის მე არ გულისხმობ შეიძლება აქციის ფორმით, მაგრამ რაღაც არსებული თუკმაყოფილება თუ ჩვენ ვამბობთ ხო თეატრის ისტორიაში რომ თეატრის პირველი ჩანასახი ჯერ კიდევ ხდება ფაქტობრივად პრეისტორიულ ხანაში ხო ალტამირას გამოქვაბულში როდესაც ბიზონებზე ნადირობის სცენა არის ხო რატო მოუნდათ აი ამ რიტუალის შესრულება ეს ადამიანები რომლებიც ჯერ კიდევ ვერბალურ კომუნიკაციას ვერ ახერხებდნენ უკმაყოფილო იყვნენ ნადირობის შედეგით ამიტომ მათ რაღაცა კულტისადმი ხო აი ეს რაღაცნაირი მიძღვნა გადაწყვიტეს რომ იქნებ მან ხელი შეუწყოს ნადირობაში ანუ რაღაც უკმაყოფილებამ დაბადა სურვილი რომ რაღაცა ქმედებათა ჯაჭვი შეესრულებინათ რომ ვიღაცისგან მიეღოთ ასე ვთქვათ წყალობა მოდი დავარქვათ ხო ანუ აი ეს უკმაყოფილება მე რა თქმა უნდა უკვე როდესაც კაცობრიობა ევოლუცია განიცადა და უკვე სხვადასხვა გაძლიერდა და პრობლემებიც რა თქმა უნდა გართულდა პროტესტის გამოხატვის ფორმებიც უკვე დაიხვეწა და უკვე მიიღო
ის ფორმა რაც გააჩნია უკვე ხო დღევანდელ თეატრს და ხელოვნების ნებისმიერ დარგს მარტო თეატრზეც არ გავჩერდები ხო ამიტომ როდესაც ამბობენ რომ ხელოვნება უნდა იყოს ისეთი უვნებელი ან ისეთი შეფარული და ასე შემდეგ ხო ეს ყველაფერი მე მგონი თავად არს და თავად ხელოვნების განვითარების ისტორიას აუღმართებს და თან რაც თორე ძალიან სამწუხარო და სევდიანია რომ ამას ხშირად ამბობენ ის ადამიანები რომლებმაც ძალიან კარგად იციან ეს არ არის მხოლოდ უცოდინრობის და უმეცრების ნაწილი შეიძლება უმეც არის მაგრამ ნაწილი სწორედ თავიანთი პირადი ასე ვთქვათ კონფორმისტული პოზიციიდან გამომდინარე აფასებენ და რაც შეეხება უშუალოდ ამ პროტესტს რომელშიც ახლა ვიმყოფებით ხო ეს პროტესტი ამ პროტესტში აი უწყვეტ პროტესტს რო დაუბრუნდეთ ამ შემთხვევაში კი რა თქმა უნდა აქ თეატრის ხმა ძალიან ძლიერია და ძალიან ძლიერი იყო თუმცა ამაზე ალბათ მე მგონია რომ გვექნება საუბარი რომ ქართულმა თეატრმა როგორც ძალიან ხშირად ძალიან დააგვიანა ხმის ამოღება პროტესტის გამოხატვა ამიტომ ეს სასარგებლოა სახეიროა როდესაც თეატრში ძალიან მე რაც თავარია ესეთი რაღაც თვალსაზრისით ხო შეიძლება ვიყო ცოტა პათეტიური მაგრამ ამაღლებულიც არის ეს როდესაც სცენაზე გამოდიან ადამიანები და გულზე აწერიათ საპროტესტო ფრაზა თუ ხელში უჭირავთ აი ესე ძალიან სპონტანურად რაღაც გაკრული ხელით თუ რაღაც მარკერით წაწერთ ძალიან და თან სცენას სხვა ის როდესაც ქუჩაში ამას ამობს სხვა მაგრამ როდესაც რაღაც ამაღლებულიდან ამას მოუწოდებ ხო ამას რა თქმა უნდა სხვა დატვირთვა აქვს და ეს მოქმედებს რა თქმა უნდა მაყურებელზე მოულოდნელობის ეფექტი მოქმედებს პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს რაღაც სხვა ემოციურ მუხტს აღძრავს და სწორედ ამიტომ ეს რო ძალიან კარგად იციან და ხვდებიან რეჟიმის წარმომადგენლებმა სწორედ ამიტომ არის რომ ახლა განსაკუთრებით ცდილობენ თეატრის ხმის ჩახშობას უფრო სწორედ აქაც არ ვიქნები არ მოვიხსენებ ქართულ თეატრს ასე რაღაც ერთიან და მონოლითურად ქართული თეატრის კრიტიკული ნაწილის ხმის ჩახშობა რომელშიც ფაქტობრივად უდიდესი უმრავლესობა ეს არიან ეგრეთ წოდებული ფრილანსერები, დამოუკიდებელი ხელოვანები, დამოუკიდებელი სათეატრო და სახელოვნებო სივრცეები და არა სახელმწიფო თეატრები, რომლებიც უდიდეს უზარმაზარ დოტაციას იღებენ ხელისუფლებისგან და აღმოჩნდა დიდწილად იმისთვის, რომ ისინი იყვნენ მათ მსახურებაში. გიორგი, აი რაღაცნაირად ჩამოყალიბდა და ალბათ ეპოქიდან გამომდინარე პირველ რიგში და საზოგადოების განვითარების იმ გადმოსახედიდან, რომელშიც ახლა დღეს ჩვენ ვიმყოფებით. ვერანაირად ვერც ერთ ეპიზოდში პოდკასტის ვერ ავუქციეთ გვერდის საბჭოთა წარსულს. აი იმ საბჭოთა გამოცდილებას, რომელიც დღესაც დიდწილად, ჩემი პირადი შეფასებით, განსაზღვრავს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ პროცესებს საქართველოში, ასევე ძალიან ჯერ კიდევ ფესვგადგმულია და მჭიდროდ არის ჩაბეტონებული კულტურაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებას გულისხმობ მე აქ და აი ეს კონფორმიზმი და უკვე ახსენეთ თქვენს კრიტიკული ნაწილი, თეატრის კრიტიკული ნაწილი, ხელოვნების კრიტიკული, ხელოვანების კრიტიკული ნაწილი. რა მოახდინა საბჭოთა კავშირმა ასეთი დრამატული, რომ 60 წელი იარსება, მას მერე უკვე გავიდა თითქმის ნახევარი ამ 60 წლის შემდგომ ნახევარი და ჩვენ მაინც საზოგადოებამ ვერ შევძალით რომ ბოლომდე მისი ამ რეჟიმის მანკიერი მხარეებიც გამოგვევლინა, შეგვეფასებინა, გადაფასება მოგვეხდინა და თავი დაგვეხსნა ამ მარწუხებისგან. რა მოვლენა იყო ეს? ძალიან ზუსტი შეკითხვა და მართლა ვერაფრის დიდებით ვერ ავუვლით გვერდს, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ნათქვამი, ხო? გრიგოლ რობაქიძეს აქვს სწორედ ნათქვამი, რომ უამრავი დამპყრობელი ყოლი, ახლა ციტატის სახით ზუსტად არ მახსოვს, ხო? დაწყებული არაბებიდან, ხო, მონღოლებიდან, რომლებმაც უდიდესი პრობლემები შეგვიქმნეს, დაგვიტოვეს, მაგრამ ისეთი, როგორიც რუსეთის იმპერიამ, ასეთი არც ერთს, ხო?
იცით, პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვახსენო, ეს არის უდიდესწილად 91-12 წლების სახელმწიფო გადატრიალების შედეგი, რომ არა ეს გადატრიალება დღეს ჩვენ ბევრად წინ ვიქნებოდით და ბევრად ევროპული და ევროპაიზირებული სახელმწიფო ვიქნებოდით, იმიტომ რომ მას შემდეგ რუსეთმა მისმა ჩამოყვანილმა, არ ვიცი ხა მარიონეტი თუ მოკავშირე როგორც არ უნდა დავარქვათ, რა თქმა უნდა, კი, აბსოლუტურად ჯერ ერთი რომ შეცვალა კურსი სახელმწიფოსი, კიდე უფრო ორსახოვანი გახადა ერთი ხელით თუ რუსეთის ინტერესებს ატარებდა საჩვენებლად და სწორედ პრაგმატული და მატერიალური სიკეთეების დასავლეთთან დაიწყო თამაში და ასე შემდეგ და თუმცა ესეც დღეს ნელ-ნელა ამოდის არქივებიდან რომ ბევრ ევროპულ ნაბიჯს როდესაც მიაწერენ სწორედ ამ რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებას თურმე ეროვნული ხელისუფლების პერიოდში უკვე ყოფილა დელეგაცია ნატოში თუ ევროკავშირში გაგზავნილი და აი ეს რაღაც ევროპული კურსი გაცხადებული და ასე შემდეგ. და მეორე ყველაზე მთავარი რაც შეაფერხა, ეს არის გადააზრების პროცესი, რაც ბალტიისპირეთმა ფაქტობრივად გათავისუფლებისთანავე დაიწყო. მათაც 90-იან წლებში პირველ ეტაპზე ძალიან რთულად, მაგრამ 2000-იანი წლებიდან რაც შეძლო პოლონეთმა და ბალტიისპირეთმა განსაკუთრებით, ხო, დღეს უკვე სახეზეა ამ სახელმწიფოებში. ჩვენ აი ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ძალიან დავაგვიანეთ და გამოტოვებული გვაქვს. რას გულისხმობ ამ შემთხვევაში გადააზრებაში? პირველი ის, რომ ჩვენ ვერ გამოვედით, რომ იმ ტყუილის რომანტიზებული ცხოვრების რაღაცა ის სწორედ რომანტიზებული თუ რაღაცა ილუზორული შეფასებების თუ ილუზორული ყოფის კომფორტიდან ამ შემთხვევაში ყოფით კომფორტს არა ტვინების კომფორტს გულისხმობ, იმიტომ რომ ამას სჭირდება ჯერ ერთი ტვინებში ძალიან დიდი რევოლუცია და მერე სჭირდება გამბედაობა. ერთიც და მეორეც სწორედ საბჭოეთმა და რუსეთის იმპერიამ აი ამ დაპყრობილობის დროს, აი ამ ოკუპაციის დროს ფაქტობრივად გაანადგურა. ჩვენ არ ვილაპარაკეთ, ამ შემთხვევაში ძალიან შორს არ წავალ უშუალო თეატრზე რო ვილაპარაკოთ, ხო? ჩვენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ძალიან დიდი ნიჭის ტალანტის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს მნიშვნელოვანი სახელოვნებო ნიმუშები, ეს ერთია და ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ როდესაც მავანი დღეს მოდის და ამბობს, რომ აი ესეთი კულტურაში ასეთი აღორძინება იყო, ასეთი მიღწევები იყო, რატო არ უჩნდება თუნდაც თავის თავთან შეკითხვა, რო არა საბჭოთა კავშირი მარჯანიშვილს ნაკლები ნიჭი ექნებოდა და ნაკლებ შედეგს დადებდა თუნდაც. მაგრამ რატო ვახსენე მარჯანიშვილი და აქედან მინდა დავიწყო. მაგრამ ჩვენ არ ვილაპარაკეთ, რომ მარჯანიშვილი საბჭოთა ხელისუფლების დავალებით ჩამოვიდა და პირველი მართლა შედევრალური სპექტაკლი ლოპე დე ვეგას წყალო რომელიც ადგა ეს იყო პირდაპირ ქადაგება და იდეოლოგია წითელი ბოლშევიზმისა ხო ამაზე ჩვენ არ ვილაპარაკეთ კი მარჯანიშვილს ჰქონდა რა თქმა უნდა იმ ხელა ნიჭის მქონე კაცი იყო რომ შემდეგ მას შეეძლო უამრავნაირი სპექტაკლი პირველი პანტომიმა პირველი ასეთი ნუ სანდრო ახმეტელის ბერდოზმანი ეთრობა სიმბოლისტურ სპექტაკლად მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხარისხობრივად მისი მზეთამზე და ძალიან დიდი მიღწევები ჰქონდა, მაგრამ მისი შემოქმედება დიდწილად იყო დაფუძნებული საბჭოთა იდეოლოგიაზე, ეს უნდა ვაღიაროთ. ის იყო მეგობარი საბჭოთა ხელისუფლებებს, მას ჰქონდა იმის ლეგიტიმაცია და უფლებაც კი მინიჭებული ბერიასთან შესულიყო კაბინეტში და რაღაც ხეირები იქიდან გამოეტანა. ხო, ხეირი იყო ეს, მაგრამ ეს თანამშრომლობა მათ ჰქონდათ. ამიტომ მე მგონია, რომ დაკარგულ სახელებზე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საუბარი, მაგრამ თუ კი ვინმე არსებობდა ქართულ თეატრში საბჭოთა პერიოდს გულისხმობ, რომელმაც ქართული თეატრის სინდისი ბოლომდე ატარა, ეს იყო სანდრო ახმეტელი. ეს იყო და აუცილებლად უნდა ვახსენო. ეს უბრალოდ იქნებოდა რეპრესირებული ისიც. უდაოდ. აუცილებლად. რა თქმა უნდა, იგივე მარჯანიშვილი, იმიტომ რომ მე როდესაც დაიწყო 26-18 წლებში ეს წმენდა, ხო, მათ აი პირველი თაობის ბოლშევიკებიც წმინდა ეს არ იყო მარტო კრიტიკა რა თქმა უნდა ამიტომ ძალიან ბევრს მიადგებოდნენ მათაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში
ეს რაღაც წარმოსახვით ნაწილზე რო არ ვილაპარაკოთ და მხოლოდ ფაქტების ანალიზს მივყვეთ, ხო? ეს იყო ახმეტელი, რომელმაც გაბედა და ასეთ ამამად, ასეთ ცხადად თქვა ის, რასაც ის ამბობდა. და ახმეტელიც მანამდე 37 წლამდეც ვერ გადაურჩებოდა, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. უბრალოდ აქ მოხდა ასეთი უცნაური თანხმობა, როდესაც 32 წელია თუ არ მახსოვს, გამოაცხადა საბჭოთა პერიოდმა, რომ აი ეს შინაარსით სოციალისტური და ფორმით ნაციონალური, აი ეს მთავარ კულტურულ და სახელოვნებო ასე ვთქვათ, პარადიგმა ზუსტად, ხო? სანდრო ახმეტელი სწორედ თავისი აი ამ ნაციონალისტური და ეროვნული იდეიდან გამომდინარე რაღაც დროს ჩაჯდა ამ ფორმაში, ამიტომ შედარ, მაგრამ როგორც კი მიხვდნენ, რომ შინაარსით სოციალისტურში სანდრო ახმეტელს ვერასდროს ვერ ჩასვდნენ, თუმცა ესეც აქვე უნდა განსაზღვრო, რომ სანდრო ახმეტელი იყო წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის. სანდრო ახმეტელი არის სწორედ 17-18 წელს სანამ დამოუკიდებლობის აქტს მიიღებდნენ, აი ეროვნული საბჭოს წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კვოტით, რომელმაც მოამზადა დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამიტომ ამ კაცის აი ასეთი მოდრეკა მართლა წარმოუდგენელი იყო თავისი პირდაპირ შეიძლება ვთქვათ ფსიქოლოგიური და ესეთი გენეტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ხასიათიდან და მე ძალიან წყობრი ღირებულებრივი სისტემიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ამ კაცს ფაქტობრივად ასეთი ან შეიძლება მე არ ვიცი, მოდი ახლა ყოველ შემთხვევაში ასეთ ცხადა ჯერ არ ვიცით სადმე რამე მნიშვნელოვანი ღირებულებრივი კომპრომისი დაეშვას და რაც არ უნდა კრიტიკული მე დარწმუნებული ვარ გვეცოდინებოდა ასეთი რომ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მას მერე ფაქტობრივად ქართულთიაც არ ყოლია საბჭოთა ხანასგულისხმ პერიოდში შემოქმედი. ამ შემთხვევაში რეჟისორებს გულისხმობ, იმიტომ რეჟისორები განსაზღვრავენ, ხო? გასაგები იყვნენ ძალიან დიდი არტისტები, ძალიან ღირსეული მსახიობები, რომლებმაც ბევრმა შეინარჩუნეს, ხო, იგივე გრიშა კოსტავა, რომელიც იყო მერაბ კოსტავას ბიძა, რომელიც იყო რეპრესირებული და რომელიც იყო მართლა რაღაც ისეთი წმინდა კაცი, რომელიც ერთგულებდა თავის და ხო და იმიტომაც იყო დაჭდა და ბევრი ასე შემდეგ, ხო? მაგრამ თეატრის სახეს მაინც ქმნის რეჟისურა განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში უკვე, ხო? აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად არ ყოლია, რაც არ უნდა მტკივდა, ამაზე ჩვენ არ ვილაპარაკეთ. ჩვენ არ მოვახდინეთ დესაკრალიზაცია. ერთი და მეორე, აი ეს აუცილებლად მინდა ვახსენო, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ძალიან დიდ მიღწევებზე, ეს იქნებოდა თუმანიშვილის, ტურუა ჩხეიძე თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და კიდე ბევრნი იყვნენ. ჩვენ არ ვაღიარეთ, რომ ეს ადამიანები საუბრობდნენ კრიტიკულად მხოლოდ მას შემდეგ და მხოლოდ იმ ჩარჩოს ფარგლებში, რასაც იძლეოდა საბჭოთა კავშირი. რატომ არის, რომ დღეს ემადლიერებიან კიდე შევარდნადეს, რომ მან შეძლო, რომ ჩვენ ყვარყვარე გადავარჩინეთ, ის რომ რიჩარდი გადავარჩინეთ, ის რომ ჯაყოს ხიზნები ბოლომდე არ დაიჭრა და არ დამახინჯდა, თუმცა იქაც ბევრი კოპიურები იყო და ასე შემდეგ, კიდე არაერთ სპექტაკლი. შევარდნაძის დროს მონანიებაზე ნუსხაში შევიდა ჩვენი ძეგლები. დღეს რაც არსებობს იმ პერიოდის. კი. კი, ეს ნებადართული თავისუფლების რაღაცა, ამიტომ აი ეს რეგლამენტირებული თავისუფლებები და ამითი კმაყოფილება და მადლიერება არის სწორედ და დღეს კიდე რაც გრძელდება ეს ინერცია, რამაც შეაფერხა სწორედ ის, რომ ჩვენ ვერ გადავიაზრეთ და შეგვეფასებინა პირულ. ეს არ ნიშნავდა გაკილვას რომელიმე ამ შემოქმედის, არა, უბრალოდ უნდა დაგვერქვა ჩვენ ფართო კულტუროლოგიურ და პოლიტიკურ კონტექსტში უნდა დაგვერქმია საკუთარი სახელი ყველაფრისათვის და რაც თავარია წაგვეხალისებინა ეს ადამიანებიც, რომ მათაც მოეხდინათ თვითრეფლექსირება. კი, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს სწორედ ამ ადამიანების გადარჩენის, სულიერი გადარჩენისთვის იყო მნიშვნელოვანი და მეორე უკვე საზოგადოების და ზოგადად კულტურის და სახელმწიფოს. ძალიან საინტერესო მიმართულებით წავედით ახლა ჩვენ, ანუ ერთ მხარეს ყავს რეპრესირებული დამოუკიდებელი თავისუფალი ადამიანები, ისევ საბჭოთა კავშირის პერიოდზე ვსაუბრობ და მეორე მხარეს ჩვენ ყავს ასევე მნიშვნელოვანი ფიგურები, სახელები, რომლებზეც დღესაც, როდესაც ვსაუბრობთ, ვიძახით, რომ ეს ადამიანები ქმნიდნენ და მათ შექმნეს კონკრეტულ გარკვეული ეპოქა, ოღონდ ნიჭიერების პარალელურად ამ ადამიანებში ჩვენ ვხედავთ რაღაცა მორჩილების რაღაც კონკრეტულ ხარისხს, რომელიც იფუთებოდა და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და მე ამ უკანასკნელ პერიოდშიც კი მომისმენია აზრი, რომ
ქართული ხელოვნება, მათ შორის ლიტერატურაც კი, ფერწერაც და ბევრი სხვა მიმართულება, თუ არა ყველა, გადარჩა და რაღაცნაირად ხაზებს, სტრიქონებს შორის კითხვა და ეს ითვლება კარგ მოვლენად. ეხლა, წერლის ოსტატობისთვის შესაძლოა ეს იყოს კარგი, მაგრამ ცალკე აღებული ფაქტი, როდესაც ვერ იძახი პირდაპირ რაც უნდა თქვა, ჩემთვის ეს აზრი არის მიუღებელი და ძალიან, პირველად თქვა, მაქვს ახლა ესეთი საუბარი, სადაც ვისმენ იგივე აზრს, რომ კი, ყველაფრისთვის სახელის დარქმევა იქნებოდა ამ ტრავმის გაცილებით უფრო სწრაფად დაძლევის და ამ ტრავმიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი გზა, რაც გააკეთა გერმანიამ თავის დროზე, ხო? აბსოლუტურად შეცდომის დანახვა, შეცდომის აღიარება, მონანიება, ეს არის კათარზისი, ამას როგორც ინდივიდი გადის, ასევე გადის საზოგადოება, ასევე გადის სახელმწიფო. ჩვენ აქ ძალიან დავაგვიანეთ და ბუნებრივად მოვიდა ახლა ეს კითხვა. აი, როგორ ფიქრობთ, გიორგი, დღევანდელი საზოგადოება ხომ არ გადის ყველა იმ წინა კათარზის, რაც ჩვენ გამოვტოვეთ დროში? თუ ეს მაინც ესეთი wishful thinking-ია და თქვათ ესე კარგადაც არ გვაქვს. კი, აი დაახლოებით ეგ მოსაზრება მაქვს მეც, რომ დღეს ამისი მცდელობა არსებობს, მაგრამ ეს პროცესი ჯერ კიდე არ არის დაწყებული, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდე რჩება ინდივიდების, დამოუკიდებელი ჯგუფების თუ დამოუკიდებელი ორგანიზაციების ინიციატივად და ისინი ცდილობენ აი ეს რაღაცა უმძიმესი საბჭოთა მენტალობით თუ ინერციით შენარჩუნებული ჯერ კიდე აი ეს რაღაც ისეთი ქვის ყრუ კედელი როგორღაც გაარღვიონ. ამ კედელში რაღაცა ნამსხვრევები და რაღაცა ესეთი ნახრეტები, საიდანაც სინათლე შემოდის უკვე არის, ოღონდ ეს კედელი ძალიან მძიმეა. და რაც მთავარია, ამას ჭირდება და ამას ვერ შეძლებს მხოლოდ სრულყოფილად სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი აქტორები. ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, ის რაც ახსენეთ გერმანია და ის რაც ახსენეთ ჩვენ, ხო, ბალტიისპირეთის პოლონეთის ქვეყნები, მათ ეს შეძლეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის და სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის საშუალებით შეძლეს. ამიტომ ეს თუ ამის გარეშე ჯერ ერთი ძალიან დიდი ენერგია იფლანგება აი ამ ბრძოლაში, აი ამ ჭიდაობაში, ეს რესურსი, ადამიანური, დროის რესურსი, მატერიალური რესურსი, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ის თუნდაც არქივების ღიაობაზე რო ვილაპარაკოთ, ხო? ეს არის, როდესაც აი ადამიანური რესურსი ჯერ ერთ ადამიანს რაც შეუძლია გააკეთოს, ამას ჭირდება 3-4 ადამიანი, რომ არქივიდან მასალა ამოიღოს იმ სასურველი საქმიანობისთვის თუ კვლევისთვის, რასაც ის აკეთებს. როდესაც ვლაპარაკობ დროით რესურსზე, იმის მაგივრად, რომ ცივილიზებულ სამყაროში გაციფრულებულია და შეგეძლია მართლა სახლიდან თითის 2 დაჭერით ეს მიიღო, უნდა იარო არქივში, იქ წერო განცხადება, დასაბუთება, მე რაღაცას მოგცემენ, რაღაცას არა, მე ღირს არნახული ფასი, ხო, იქიდან ამ მასალის და უნდა იქად, ამიტომ ეს არის უმარტივეს მაგალითს ვამბობ, ხა, რომ აი სმენელისთვის ცხადი იყოს რა ადამიანურ დროით თუ მატერიალურ რესურსზე ლაპარაკ და ეს ყველა მიმართულებით ასეა. ანუ ეს მარტო არქივებს არ ეხება, აი ამ დიდ გადააზრების პროცესში მუდმივად არის შეფერხება და სწორედ იმიტომ რომ მივიდეთ, იმიტომ რომ რეჟიმებს არ აწყობთ, იმიტომ რომ ეს რეჟიმი ხო დგას აბსოლუტურად რაღაც ისეთი კვაზი მოდელია სწორედ იმ რუსული царიზმისა და საბჭოეთის ნაზავისა, როგორც რუსეთი დღეს და კიდე აი ამ რუსეთის რაღაცა დამცრობილი კნინობითი ვარიანტია ის რეჟიმი, რასთანაც დღეს გვაქვს საქმე. პირველადი არ არის და აქ უკვე მეორეული საყარალის რაღაც პირველი. აქედან გამომდინარე ის ებრძვის სიცხადეს, ის ებრძვის სინათლეს, ის ებრძვის ადამიანებში იმ სულიერი თუ გონებრივი სიმაღლის მიღწევას, როდესაც მათ ერთის მხრივ ჯერ კრიტიკულად გადააზრება შეძლონ და მერე შეძლონ აღიარება წარსული შეცდომებისა. რასაც ჩვენ ვერსად ვერ მივახციეთ, ვერც ერთ სფეროში, აი დეკლარირებულად ეს არსად არა გვაქვს საბედნიეროდ, მხოლოდ ინდივიდების დონეზე რჩება ეს თუ კულტურის სფეროში, თუ პოლიტიკურ სფეროში. გიორგი, ძალიან ძიმე დიალოგი გამოგვიყვეს და ძალიან საინტერესო. თეატრის ნაწილში მინდა რომ ისევ დავბრუნდე, უცებ გავიდა პირველი ნახევარი საათი, მინდა გითხრა, არც ვიცი რანაირად უნდა მოვესწრო ეს ყველაფერი. ვისთვის არსებობს თეატრი? თანამედროვე თეატრის ადრესატი ვინ არის და რა არის ამ თეატრის მთავარი მესიჯი, მთავარი სათქმელი?
ცალსახად სხვა უბრალოდ თეატრის ბუნებას ეწინააღმდეგება სხვა შემთხვევაში თუ ის არ არსებობს ხალხისთვის, თუ ის არ არსებობს ადამიანებისთვის, თუ ის არ არსებობს საყოველთაო. ეს არის აბსოლუტურად ნებისმიერი არ მინდა ეს ტერმინი გამოვიყენო რაღაც კლასი თუ ფენა, მაგრამ ნებისმიერი მოქალაქისთვის განურჩევლად მისი წარმომავლობისა, აღსარებლობისა აბსოლუტურად. თორე რაც თავარია არსებობს ყველასთვის, როდესაც ვამბობ, ჩვენ გულისხმობთ ხელმისაწვდომობას თეატრზე მათი მხრიდან. ეს ხელმისაწვდომობაში შედის ერთის მხრივ გეოგრაფიულობა და მეორე მატერიალური საშუალებები, რომ მათ შეძლონ თეატრში მისვლა. რაც ესეც დარღვეულია სამწუხაროდ ჩვენ რეალობაში და საქართველოს რეალობაში. ხალხისთვის და სწორედ რადგან ხალხისთვის არსებობს თეატრი, სწორედ ამიტომაც ცდილობს რეჟიმი, ჩვენ რეჟიმზე რო ვისაუბროთ, რომ თეატრის ენით არ მივიდეს ხალხამდე ის კრიტიკული ხმა იმ სცენებიდან, საიდანაც ეს ჯერ კიდე ისმის. აქაც კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ნაწილი, აქ ერთიანად ქართულ თეატრზე უბრალოდ ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ქართული თეატრი ამ შემთხვევაში ხა საბჭოეთს რო თავი დავანებოთ საბჭოეთის შემდეგაც კი, ხო, უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში რაც არ უნდა ესეც მძიმე ნათქვამი იყოს და ამაზეც არ გვისაუბრია ხმამაღლა და ბევრი. ქართული თეატრი ძალიან იშვიათად იყო ადეკვატური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების. და მთლიანად ხელოვნებაც და კულტურაც. და რა თქმა უნდა, უბრალოდ ეხლა რა კი თეატრზე აბსოლუტურად იგივე ლიტერატურა, ხო ლიტერატურაში დღეს ჩნდება რაღაც რეფლექსიები ჩვენ წარსულზე, ხო, ადრე თუ უახლეს ისტორიაზე, ხო და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. და სწორედ ასე იყო ქართული თეატრი. ოღონდ ესეც აი იმ საბჭოთა მძიმე მემკვიდრეობიდან მოდის, იმიტომ რომ როდესაც აი ჩვენ ვახსენეთ ეს რეგლამენტირებული თავისუფლების თემა, მათ ჰქონდათ, როდესაც საბჭოეთში დაიწყო რაღაც შემსუბუქება სტალინური ტირანიის, ხო, გვიან საბჭოეთზე ვლაპარაკობ და იყო დაშვებული რაღაცეების ლაპარაკი. იქ თავარი კონფლიქტი რა იყო, რომ ხანდახან ხელშემოქმედებს ეგონათ, რომ ცოტა მეტის თქმის უფლებაც აქვს და იქვე კომპარტია ეუბნებოდა, ეს უკვე ზედმეტი. ანუ ყვარყვარის, როდესაც ამოწმებდნენ, ის კი არ იყო, რომ რობერტ სტურუასადმი ჰქონდათ რაიმე ასე ვთქვათ პრეტენზია და კრიტიკა, რომელიც კარგად ვიცით ერთ სიტყვით, ხო? იქ იყო უბრალოდ მან გადაწყვიტა, რომ ცოტა მეტი ეთქვა, ვიდრე ეს დაშვებული იყო. მეტი მთელი კონფლიქტი იყო ამაზე, მეტი აბსოლუტურად არაფერზე. და ის იყო აი ასეთი რა მოდელი ურთიერთობისა, სახელოვნებო წრეების და კომუნისტური პარტიის. ამიტომ, როდესაც და მე ეს ფრაზა ხშირად ჟღერს, რომ აი მაშინ ცენზურა იყო და ამხელა ნიმუშებს დებდნენ ასეთ მაღალ მხატვრულ ნაწარმოებებს და როდესაც ჩვენ თავისუფლება მოვიპოვეთ, მას შემდეგ სად გაქრა ეს მიღწევები, სად გაქრა სწორედ ის გაქრა, რომ მათ თუ არ დაუკვეთავდნენ, არ იცოდნენ რაზე უნდა ელაპარაკონ. მე ამას აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამას არ ვამბობ არც ნიშნის პირიქით, გულის წყვეტით, ვამბობ, რომ ეს უნდა გავაანალიზოთ აუცილებლად, ამას შევხედოთ აი ამ წარიმოცემულობას ჩვენ ძალიან ცხადად და რეალისტურად, რომ მე შევძლოთ ამის როგორღაც დაძლევა. ამიტომ საუბრობთ არა ის რომ ვიღაცას მინდა ეხლა რომ რაღაც ანიშანი მოუგო ან დავაკნინო, იმიტომ რომ აქვე ვაღიარებ რომ ნამდვილად ეხლა ბატონ რობერტი არის მართლა უდიდესი ხელოვანი, რომელიც ჩვენ ყოლი თეატრის სფეროში, ხო? თემურ ჩხეიძეს, რომელსაც პირადად ვიცნობდი და უდიდესი პატივისცემა ამ კაცისადმი და ასევე ძალიან დიდი რეჟისორი და სხვები, ხო? იგივე ჩემი პედაგოგი მედია კოჭოხიძე თუ ასე შემდეგ. მაგრამ ამიტომ არ ვლაპარაკობ რომ ვიღაცასადმი რაღაცა ანტიპატია მაქვს და რაღაც ამაზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ ფაქტი არის ეს. და ერთ მაგალითს მოვიყვან, როდესაც განსაკუთრებით 90-იანების უმძიმესი წლები, აი რომ გადავხედოთ რეპერტუარს, ხო? ძალიან და რაც თავი აქვე უნდა ვთქვათ, რომ ხალხის არის თეატრიო, ხალხს რა მოლოდინი აქვს და რისი ნახვის სურვილი აქვს, ხშირად ამას თეატრი ვერ პასუხობდა და აი ამ სწორედ ამ რეპერტუარზე, აი ამ გადააზრების პოლიტიკაზე ნამუშევარიც მაქვს, ნაფიქრიც მაქვს, სხვადასხვა ჩემი პროფესიის მიღმა კიდე რასაც საქმიანობ, ხო, სამოქალაქო ნაწილში. აქედან გამომდინარე, მახსენდება ახლა ერთი სტატია, როდესაც
1991 წელს აღადგინეს ურიელა კოსტა მარჯანიშვილის, რომელსაც პერიოდულად აღდგენდნენ ხოლმე და ეს ძალიან ცნობილი სპექტაკლი, ხო? თან რაც თავი აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა, თამაშობდა სოფიკო ჭიაურელი, რაღაც ედიშერ მაღალაშვილი, რევას თავართქილაძე, ზურასტურუა ურიელა კოსტა და ძალიან კარგი არტისტული შემადგენლობა, ყველა თვალსაზრისით ეს უნდა ყოფილიყო წარმატებული სპექტაკლი და ვერ იმუშავა სპექტაკლმა. ეს სხვა მოთხოვნა იყო საზოგადოებაში. როდესაც ლაპარაკობთ ფართო იმაზე 91-ში აღადგინეს და თამაშობენ 92-93 წლებში. მაშინ როდესაც თბილისის ომია და აფხაზეთის ომია და ეს სიმძა ის იდეალისტური მისწრაფებები გმირის რაც სცენაზე ხდება აბსოლუტურად არ აღმოჩნდა თანხვედრაში იმ რეალობასთან და მაყურებელმა ეს ვერ მიიღო. კი, ეს ამიტომ როდესაც აი ასეთი დიდი გარდატეხები ხდება საზოგადოებაში, ხანდახან აი ეს რაღაცა ლამაზი ლირიულ რომანტიული გმირები აღარ არის, ეს სიცხადე და სითამამეა საჭირო. და აქაც აუცილებლად ვიტყვი, ნურავი იტყვის, რომ მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, ხალხი თეატრში არ დადიოდა და იმიტომ არის არა, იმ პერიოდშივეა დადგმული მიხეილ თუმანიშვილის ზაფხულის ღამის სიზმარი და კომედიაზე იარა, იმიტომ რომ ესეც არის, როდესაც ასეთი პრობლემა სადღაც განტვირთვა, აი ამ სიტუაციაში ზაფხულის ღამის სიზმარი თავისი ამ რაღაცა ლირიულ კომედიურობით უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ვიდრე ურიელა კოსტას ამაღლებული ღირებულება. ამიტომ აი ძალიან ბევრია ასეთი, რაზეც ძალიან სერიოზული შესწავლა ჭირდება ამას. თუ თეორეტიკოსების მხრიდან, თუ პრაქტიკოსების მხრიდან მათ შორის, თეატრში და ნებისმიერ აბსოლუტურად გეთანხმებით იქნება მხატვრობა, იქნება ლიტერატურა, იქნება მუსიკაში საერთოდ მიმაჩნია რომ კატასტროფა, იქ აი როგორ შეიძლება საუბრობ ხოლმე მეც მუსიკაზე, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს მაგალითების მოძიება. მაგალითად, აი იქ კიდე უფრო მძიმე ვითარება ვიდრე ხელოვნების სხვა დარგებში, აი ამ პერიოდში მით უმეტეს. გიორგი, აი თქვენი ბოლო პასუხიდან მოვიდა ესეთი კითხვა მომევიდა მოკლედ თავში. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახლა ამის დრო არ არის. არ იყო თქვათ 90-იანებში არ იყო უახლოესი საბჭოთა წარსულის გადააზრების დრო. მერე რაღაც 2000-იანების დასაწყისში მეორე ნახევარში არ იყო წინა ხელისუფლების რეჟიმის ჩანასახების გადააზრების დრო. 2025 წელში ვართ მოსულები და უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გადააზრების დროც ვიძახით, რომ აი ხშირად ამისი დრო არ არის. აი ჯერ გადავრჩებით და მერე ვისაუბრებთ. ხომ არ გამოდის და ხომ არ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ გადავრჩებით კი, თუ ჩვენ არ ვისაუბრებთ ამაზე, მაშინ როდესაც ეს ხდება პარალელურად. რამდენად მნიშვნელოვანია აი ეს თანადროულობა, მოვლენების პარალელურ რეჟიმში ანალიზი, იმიტომ რომ ეს დრო, როდესაც ყველაფრის გადააზრებისთვის შესაფერისი დროა, არ დადგა ამ ქვეყანაში 14 წელია უკვე არ დადგა ამ ქვეყანაში და გავიდა თაობების ცხოვრება გავიდა. ჩვენ ხო ლაპარაკობთ იმაზე, რომ უნდა ვთქვათ სიმართლე, ხო? შეულამაზებელი, ეს იქნება სასიამოვნო თუ სიმართლე, სიმართლე. სიმართლეს თავისი არსიდან გამომდინარე არ შეიძლება რაიმე დრო კონდეს, ხო? სიმართლის დრო არ არის უბრალოდ წარმოუდგენელი რამეა, ხო? ხო, ვერ დაელოდები უკეთეს დროს, მაგრამ არ დადგება უბრალოდ. აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ ეს არის ის, რაც სწორედ ჩვენ გამოვტოვეთ და სწორედ რაც ძალიან ხშირად არ აწყობდათ სწორედ აი კონფორმიზმის არც ერთ ხელისუფლებას და რაც თავარია, აი ხა ცენზურასთანაც რომ მივიდათ, ხო ეს ცენზურა რა თქმა უნდა არ არის იმ სახით უშუალოდ ვიღაც პარტიის წარმომადგენელი არ მოდის, კი, მაგრამ ისე იმუშავა რომ ეს მადლობა ამის ხსენების, თორე ეს თვით ცენზურა არის ეს უმძიმესი ერთ-ერთი სცენია ეს საზოგადოების. თეატრში ერთ-ერთ წარმომადგენელს ძალიან ეწყინა, როდესაც საჯაროდ ვახსენე და მივანიშნე კიდეც კონკრეტულად პირზე, სახელი მაშინაც არ მიხსენებია ამ ადამიანის, მაგრამ ზუსტად მიხვდა და ძალიან ეწყინა, თუმცა ეს ფაქტია, რომ თვით ცენზურა როგორც მუშაობს, ასე ცენზურა დღეს არ მუშაობს. მასშტაბურად და პროპორციულობა რო ავიღოთ. ამაშია სწორედ რომ გამიმაჩნია რომ ერთია ცენზურა, რომელიც შეიძლება რეჟიმის განეიტრალების შემდეგ დავასრულოთ და არის თვით ცენზურა, იმიტომ რომ ეს არის შენი უკვე ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის და არსებობის ნაწილი, ამიტომ აქ ამის დაძლევა და ეს კიდე უფრო ხანგრძლივი და მძიმე პროცესია. ეს არის ფაქტობრივად მკურნალობა, ეს არის რაღაც ფსიქოთერაპია ჭირდება ამას, არ ვიცი რა ფორმით, როგორ ვისთან
როგორ ალბათ, მაგრამ ეს არის მკურნალო, ამიტომ ამ მკურნალობას ჭირდება დრო. თორე ცენზურა თუ რეჟიმი მოიხსნა, იმის მოხსნა ბევრად მარტივი იქნება. და პლუს ცენზურის შემთხვევაში ყოველთვის უფრო მარტივია გარეგანტერს ებრძოლო შენ ვიდრე საკუთარ თავში ებრძოლო იმ რაღაც მანკიერებას, რომელიც ზუსტად იცი რომ გაქვს. მაგრამ ამისთვის თვალის გასწორება ესეთი მარტივი არ არის. და რაც არის ხელოვნებაში, აი როდესაც ცენზურაზე ვლაპარაკობთ, არ მიყვარს ხოლმე რაღაც კონკრეტული მაგალითებით, მაგრამ რაკი დღეს უფრო ახლოს ხელოვნებასთან ვლაპარაკობთ, მოვიყვა. მე მქონდა უშუალოდ მაგალითი, შემთხვევა უფრო სწორედ, როდესაც მინდოდა გააზნაურებული მდაბიოს დადგმა მოლიერის კომედიის. ოღონდ მივედი ერთ-ერთი ეჭვი და ვთქვი, რა თქმა უნდა, ეს არ დარჩება მოლიერის ეპოქაში, ეს უნდა იყოს დღეს. აქ არ უნდა იყოს, რომ ფარიკაობას ასწავლის ჟურდენს მასწავლებელი, აქ სულ სხვა რაღაც უნდა ასწავლოს, აქ ფრანგული უნდა ასწავლოს ამან ჟურდენს, სწორედ, კი. და ეს ალეგორია ფრანგული უნდა ასწავლოს ჟურდენს, ძალიან კარგად მიხვდა ის ადამიანი, ხელმძღვანელი იმ თეატრის, ვისაც ველაპარაკებოდი. კი, და მან პირდაპირ მითხრა, რომ დღეს ჩვენ არ გვაბრაზებს მერია ისე, რომ ეს დავდგათ. პირდაპირ მითხრა და სპექტაკლი არ შედგა. მეორესაც გეტყვით და პირველად ყვები ამას საჯაროდ რა კი ამ თემაზე იყო. ერთ-ერთ თეატრში ძალიან ღარიბ თეატრში სხვათა შორის, რომელიც წელიწადში ერთ სპექტაკლზე მეც ვერ დგავს, ხან ამასაც ვერ ახერხებს, ამის მატერიალური საშუალება არ აქვს. ეს არის 2015 წელი, როდესაც ხელმძღვანელმა მითხრა, რაც დადგა, ავარჩიეთ და რომეო და ჯულიეტა. ოღონდ მე ვთხარი, რომეო და ჯულიეტას მე არ ვაპირებ დავდგა ამ გოგოს და ბიჭს როგორ უყვართ ერთმანეთი. მე ვაპირებ დავდგა როგორ იმსხვერპლა მშობლების ტყუილმა ამათი სიყვარული და მშობლები უნდა იყვნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და პრინცი უნდა ალაგებდეს ამათ და პირდაპირ და ბევრი რა თქმა უნდა გათანამედროვებულ ვარიანტში დავდგით, არა გადმოქართულებულში, ყველაფერი დავტოვეთ, ოღონდ ძალიან ცხადი იყო, რაზე იყო და ვიზზე იყო ლაპარაკი 2015 წელს და ამასაც როდესაც დავიწყეთ მუშაობა და ინტერპრეტაციაზე, იქ ალბათ გახსოვთ, ხო? მღვდელი ლორენცო, რომელსაც ბრალსდებენ ამაში, მას სასჯელი აქვს და განარიდებენ. ამიტომ იქ გააქტიურებული ქონდა პრინცი, რომელიც არის და ძალიან პატარა პერსონაჟია. პრინცი იბარებდა ლორენცოს, ასეთი სცენა გავაკეთეთ და ეუბნებოდა, რომ ის უნდა გაეცალოს, იმიტომ რომ ის ჩაერია იმ საქმეში, რაც მათ არ უწყობთ, რომ მათ პრინცს აწყობს კონფლიქტი ამ ორ ოჯახს შორის. ამ ინტერპრეტაციით თქონა გაკეთებული და მღვდელი ეუბნება, რომ ის არაფერ შუაში არ არის და იქ ქონდა ასეთი სცენა ჩასმული, რომ პრინცი ურთავს აუდიო ჩანაწერს და იყო ზუსტად ის სცენა, როდესაც ჯულიეტას საწამლავს აძლევს ლორენცო. აუდიო ხმის ფარული ჩანაწერი 2015 წელს. ეს სპექტაკლი ერთადერთხელ, რატოვით გავუსხაზი ღარიბ თეატრზე. თეატრს, რომელსაც არ აქვს ფუფუნება, რომ დადგას და თუ რამე არ უნდა მოხსნას, ერთადერთხელ ვითამაშეთ და მას შემდეგ ეს სპექტაკლი აღარ გვითამაშია. ეს იყო 2015 წელს. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ცენზურა არ დაწყებულა წულუკიანის დროს, ამისი ცენზურა არსად არ წასულა. უბრალოდ გააქტიურდა და სხვა მასშტაბში ავიდა. თორე ცენზურა ქართული ოცნების ხელისუფლებას ჰქონდა თავიდანვე ფაქტობრივად მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან 2013 წლიდან, მათ შორის მაშინ, როდესაც გურამ ოდიშარიასთან კაბინეტში კულტურის წარმომადგენლები წინა საახალწლო დღეებში ისხდნენ და მუშტის ბრაგუნით თხოვდნენ ხელი მოეწერა იმ კანდიდატების დანიშვნაზე, რომლებიც მერე მან დანიშნა. ხო, ეს არის ის სიმართლე, რომელიც მოსმენაც თითქმის არავის არ უნდა და არავის არ უნდა, იმიტომ რომ დღეს ვინც საბედნიეროდ ბევრი გამოფხიზლდა და მართლა თქვენ გამოთამამეთ ხარ რომ რაღაცებზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ არასდროს არ მიყვარს რაღაცა, სადაც შენ თვითონ მონაწილე ხარ, მაგრამ საბედნიეროდ დღეს გააქტიურდნენ ეს ადამიანები ძალიან ბევრი, მაგრამ მათაც არ უღიარებიათ, ვინც დღეს პროტესტში დგას, რომ ისინი არათუ წულუკიანის დანიშვნამდე 2023 წლამდე თანამშრომლობდნენ და ამასაც პირდაპირ, მაშინ როდესაც წულუკიანის მდივანი პირადად მირეკავდა, რომ ციხის გახსნაზე მოდი და ვის გვირჩევთ,
რომ დავპატიჟოთ, არა იმიტომ რომ მე წულუკიანმა ჩათვალა და ეს საჯაროდაც მაქვს ნათქვამი და ფაქტია და ნუ მე რა რეაქციები ქონდა ამაზე ესეც ბევრმა იცის, იმიტომ რომ მან ჩათვალა რომ კრიტიკული ხმის ან დამორჩილება, ან მოთვინიერება კმაყოფილებებით შეეძლო. მე ძალიან ამაყი ვარ იმითი, რომ არც ერთ ეტაპზე წულუკიანის მართლობასთან თუ მართლობის პერიოდის დროს კომპრომისი არ და მე ვიყავ ის ადამიანი რომელიც აი ამის მერე ციხის გახსნა რო ქონდა ციხეში კულტურულ სივრცეს აკეთებდა მე იქ არ პრინციპულად არ წავედი მაგრამ ხალხი რომლებიც ის ვიდეო არსებობს შეგიძლიათ ნახოთ ვინუზის გვერდზე და როდესაც მაშინ და მეორე თუ მესამე დღეს აი ამ მოპატიჟების მერე როდესაც გავედი და ხელოვნების მუზეუმის წინ დავდექი მუზეუმიდან გაშვებული თანამშრომლების ხარდასაჭერად ამ ადამიანებს ხმა რა მოუღიათ გეგონება ხელოვნური მუზეუმი სად არის ესეც კი არ იციან ამიტომ აი ამ დაგვიანებებმა მოგვიყვანა აქამდე ეს არ არის მხოლოდ ვიღაც ბოროტი კაცის სოლოლაკზე როგიზის იმის ეს ჩვენი ბრალიც არის, ამიტომ, როდესაც პოლიტიკოსებს თხოვთ, ხო, საკმაოდ პრაგმატული ასე ვთქვათ, საქმე დანიშნულების ადამიანებს, რომ მათ ეყოთ ადამიანობა და აღიარონ წარსულის შეცდომა პირველ რიგში ეს უნდა გააკეთოს იმათ, ვისაც პირდაპირ ევალდებულება აი ეს მაღალი კულტურული ღირებულებების დარება. გეთანხმებით, ყველაფერში გეთანხმებით და მეც დავამატებ, ანუ როგორც წესი მეც არ ვაძლევ ხოლმე საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ რაღაც პირადი ნეგატიური თუ პოზიტიური გამოცდილებაზე ვისაუბრო ესე ხმამაღლა, იმიტომ რომ ალბათ ესეც არის რაღაცა გარკვეული დოზით თვითცენზურა, რომ არ აძაგო ის რაშიაც თავად მონაწილეობდი. შეიძლება ყველა რაღაცა დოზით მაინც რაღაც მომენტებში უფრთხილდებით ხოლმე, მაგრამ კი, სწორია იმ ყველაფრის თქმა, იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ფაქტები ხდებოდა. მოვლენები, რომლებიც კონკრეტული სიმძიმის მოვლენებია. ამ მოვლენებს ჩვენ ერთად ვერ გავექცევით და ეს არის თავის მოტყუება. რაც უფრო დიდხანს დამალავ, მით უფრო მძაფრად ამოხეთქავს და მით უფრო მძაფრად მოგხვდება საკუთარი ყოველი ქმედება. ამაზეც ხშირად ვსაუბრობთ ჩვენ რომ ბოლო ჟამის მუშაკიც არის მისაღები და არის მისასალმებელი. კი, მისაღებია, მისასალმებელია, მაგრამ ასევე არ არის დასავიწყებელი. კი, ბოლო ჟამის იყო ეს მუშაკი, თუ პირველი ჟამის იყო მუშაკი. არსებობენ ადამიანები, მათ შორის ამ სახელმწიფოში არსებობენ, მე მართლა ამაყი ვარ, რომ ამ ადამიანებს ვიცნობ კიდეც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საკუთარ თავსაც ამ ადამიანების რიცხვს უსაფუძვლოდ არ მივაკუთვნებ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასდროს არც ერთი წუთით არ წავიდნენ კომპრომისზე. არც სისტემასთან და პირველ რიგში არც საკუთარ სინდისთან, იმიტომ რომ ეს არის პროგრესირებადი. წახვალ ერთ დათმობაზე და აუცილებლად წახვალ ყველა შემდგომ დათმობაზე. ზუსტად. ამას რეჟიმი დღესაც გუშინაც და ყოველთვის ეძახის რადიკალიზმს, მაგრამ ეს არის ის მართლა პეტრესავით, კლდესავით დგომა, სადაც უნდა იდგეს რაღაცა არის. აი ძალიან მარტივია, მე ჩემი თანდაყოლილი დაავადების გამო რაღაცა ხორცის რაღაც ნაწარმი არ მეჭმევა ერთ სიტყვით, რომელიც ძალიან მიყვარს, შეიძლება არ მეტყო, მაგრამ ხორციც მიყვარს, რაღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ 24 წელია სოსისი, ძეხვი და ხორცის რაღაც ნაწილი არ მიჭა და ეს არის უმარტივესი. თუ ტვინში დაუშვებ რომ არა, აი არაფერი რო არ იყოს და მარტო ეს იყოს, საერთოდ არ მივაკარები, არა თუ დღეს უკვე კარგა. ანუ აი ეს ტვინში არც ტვინს ადამიანის გონებას აქვს ამის ფუნქცია რომ ჩაკეტოს. ასევეა ზუსტად, ხო? არის აი რაღაც ძალიან ხშირად, როდესაც რუსეთისადმი სწორედ რადიკალურ რაღაც მიმაჩნია რომ უალტერნატივოა ეს რადიკალიზმი, ხო? როდესაც აი ხა ამდენი რო გადაგიხადონ, არა, არ წახვალ, არა, არ წავალ. და როგორ არ წახვალ? ძალიან მარტივ ამაზე ფიქრსაც არ იწყებ. როგორც კი იწყებ ფიქრს, იქ შეიძლება რომ გატყდე. აი თუ არც უნდა როცა იცი რომ ეს არ შეიძლება, თუ აი ეს ჩაჭრილია ეს საფიქრალი გზა, მაშინ უბრალოდ წარმოუდგენელია რომ გაგტეხო. როგორც კი იწყებ ფიქრს, ეს არის უკვე კარგი თუ ცუდი გაგებით ვაჭრობა, ამის ხათრით, აი მაშინ შეიძლება მოიძებნოს რაღაცა რის გამო. ამიტომ ის რაზეც გაქვს ნათქვამი, არა, ან იცი რომ უნდა კონდეს, არა ის არა უნდა იყოს არა, რომელიც განსჯას აღარ ექვემდებარება.
უნდა ეს გულისხმობ წითელ ხაზებზე და ეს არავინ არ გაიგოს რომ რაღაცა ადამიანი არ ვითარდება და რაღაცების გადაფასება არ ხდება და იგივე რუსეთთან დაკავშირებით თუ რუსეთი გაათავისუფლებს საქართველოს ტერიტორიებს თუ რუსეთი ოდესმე ამ სახით როგორიც არის წარმოუდგენელი ეს უბრალოდ ისტორიულად ყველანაირი ნონსენსი ის დემოკრატიული გახდება მაგრამ რაღაც სახით როცა დაიშლება და გახდება მაშინ პრობლემა არ არის რუსეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობის ჩვენ ხო აქ საუბარობთ არა კონკრეტულად ეროვნების ხალხზე ჩვენ ამ ფორმით იმპერიის არსებობაზე თავისი აი ამ მაგნე მისწრაფებებით რა თქმა უნდა და აბსოლუტურად მიუღებელიც არის დემოკრატიული და განვითარებული საზოგადოებისთვის გიორგი ვაიმე ძალიან ცოტა დრო დარჩა აუცილებლად უნდა ვიკითხო 26 მაისი ახლოვდება ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია სახელმწიფოს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია და საზოგადოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი თარიღი და წელს ისე განვითარდა მოვლენები რომ პირველად მოხდა რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 9 აპრილმა ჩაიარა ისე რომ მემორიალთან მოსვლა ვერ გაბედა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ვერც ერთმა წარმომადგენელმა და ეს 9 აპრილი აღინიშნა თავისი დრამატიზმითაც და გამარჯვების აღმაფრენითაც ხალხის საზოგადოების მიერ. მე რაღაცნაირად მაქვს მოლოდინი რომ 26 მაისი გვექნება ასეთივე დიდი თარიღი და მაინტერესებს აი თქვენი აზრი. როგორი 26 მაისი იქნება? პირველი რაც მე მგონია და ამას მივახცეთ რაღაც საუბრები იყო ამ თარიღთან დაკავშირებით უკვე რომელსაც ვესწრებოდი და მე მგონია რომ ეს იქნება მართლა ადამიანების და ხალხის 26 მაისი. ახლა ვცდილობ რომ ფორმულირებაში სახალხო პრინციპულად არ გამოვიყენო და ხო, არა, ეს იყოს ხალხი, სადაც ისინი იპოვნიან თავიანთ ინტერესებს, თავიანთ თავს და რაც თავარია, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ამის იმედიც არ მაქვს სამწუხაროდ, რომ 26 მაისს დაერქმევა ის სახელი, რასაც ის იმსახურებს. 26 მაისი არ არის ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი სახელმწიფო მეორე რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე არის 9 აპრილი. ეს კონსტიტუციური ფაქტია, ასევე ეს არ არის ჩემი სურვილი თუ შეფასება თუ რაღაცა. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ აი ამ 9 აპრილის 91 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველი. დიახ. აქედან გამომდინარე 26 მაისს უნდა მივანიჭოთ თავისი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი თარიღია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით 26 მაისის მნიშვნელობას ვაკეთებთ, უბრალოდ როდესაც ვლაპარაკობთ სიცხადეზე, სწორედ ისტორიული ფაქტებს მაინც, როდესაც ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ რაღაც მოვლენებს დავარქვა თავის სახელი, ხო, ისტორიულ ფაქტზე ვერ შევთანხმებულ ვარ, ჯერ რომ რაც არის კონსტიტუციაში ასახული, ყოფაში გადმოვიტანოთ. აი, იქნება ეს მოხდეს. და მეორე რაც უნდა იყოს და მე მგონი აი ეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა რაც იყო და რაოდენ ევროპულიც იყო. მე მგონი ეს არის ყველაზე მთავარი და რაზეც უნდა ვილაპარაკოთ. რომ ჩვენ ეს არ არის არც ზურაბ ჟვანიას წამოწყება, რომ ჩვენ ევროპელები გვინდა ვიყოთ. ეს არ არის არც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების, ასე ვთქვათ, გზა, რომ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ. ძალიან ღრმად კიდე ფარსმან მეორესთან რო არ ჩავიდეთ და ასე შემდეგ. ისტორიულ ნაწილზე ზუსტად კი, რა თქმა უნდა, კი, იმიტომ რომ ვართ ევროპელები და საიდან იწყება ჩვენი ევროპელობის ათვლა? კი, ნამდვილად ეს იწყება ფაქტობრივად პირველი მეორე საუკუნეებიდან და ქრისტიანობიდან და ასე შემდეგ და მე მოყოლებული აღმაშენებელი და სულხან-საბა და ვინაღა მთელი მე-19 საუკუნე ფაქტობრივად, მთელში გულისხმობ სოლომონ დოდაშვილიდან და ერთ სიტყვით ეს ძალიან ვრცელი, ძალიან საინტერესო და ჩემთვის ძალიან საყვარელი თემა, მაგრამ ეხლა ამის დრო არა გვაქვს, მაგრამ პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე სწორედ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ პრაქტიკაში განხორციელებულ ევროპულ საქართველოზე და ეს არ იყო მხოლოდ სახელოვნება მიმართულებით, რომ ხელოვნებაში ეს იყო მართლა, როდესაც ჯერ ერთი ევროპულმა კულტურამ დაიწყო არა რუსეთიდან ექსპორტის იმპორტის სახით, არამედ პირდაპირი კავშირი ჩვენ რა თქმა უნდა, ხატრობაში, მწერლობაში და პოეზიაში, ნუ აქ არის
აი მართლა უდიდესი მიღწევები გვაქვს. აი არნახული, რომელიც ჯერ კიდე არ ვიცი. კონსტანტინაც უსწრებდა. რა თქმა უნდა, აი კონსტანტინე გამსახურდიას დღეს რა და დავით აღმაშენებელი და დიდი სოციალისტის მარჯვენა გვახსნელი, რომელიც მართლა კი ეს არის ლიტერატურული ძეგლები, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდიას ექსპრესიონისტული მოთხრობები და ნოველები არ ვიცით, ეს კაცი საიდან მოვიდა, მე იქნებ კარგად გავიაზროთ, რატომ მივიდა ისტორიულ რომანამდე, აი ეს კაცი, რომელიც იყო პირდაპირ ევროპული სახელოვნება მიმართულებების ნაკადის ნაწილი. და ეს ძალიან დიდი თემაა, ძალიან ამიტომ მე მგონი აი ამ შინაარსებით თუ დავტვირთავთ და ეს არ ეხება რატო დავიწყე მას საუბარი მხოლოდ სახელოვნებო და კულტურას, ეს ეხება პოლიტიკურ კულტურას, ეს ეხება პარტიულ კულტურას და აი მართლა ეკონომიკაში, თვითმმართველობების მოწყობაში აი ძალიან ბევრი მიღწევა გქონდა. რისკენაც დღეს ჯანსაღი პოლიტიკა ისწრაფის ეს ყველაფერი 1918 წლებში იყო პრაქტიკა გვაქვს კი და აქაც უნდა ვთქვათ, ოღონდ მესმის რომ იქ ძალიან ბევრი პრობლემა იყო იმ სახელმწიფოშიც, ხო? ძალიან ფული არ იყო ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ სიდუხჭირეშიც კი მოხერხდა რომ აი ამ პრინციპებზე აი ამაზე შევჯერებულიყავით კი ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ აი ამ რაკურსით უნდა ვილაპარაკოთ პირველ რესპუბლიკაზე და მათ შორის არა იმ თვალსაზრისით რომ დღეს სოციალ-დემოკრატების კრიტიკა იმიტომ რომ ნოე ჟორდანია იყო მთავრობის თავმჯდომარე კარგ ტონად არ იცვლება კი და იქაც სწორედ ეგეც მაგის ნაწილია როდესაც რაღაცებს ხელს ვაფარებთ რომ ამაზე არ ვისაუბროთ რაღაც რა კი ის მთავრობის თავმჯდომარე იყო აუცილებლად უნდა ყოფილიყო კარგი და გმირი. ფაქტი ერთია, ნოე ჟორდანია გმირი ვერ გახდა. ვერა, და საზოგადოებაც ვერ მიიღო ის როგორც გმირი. ამაში იმასაც ვაღიარებ, რომ საბჭოთა იდეოლოგიის ნაშთები ძალიან ხელს უშლის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა საჭიროა ან იყოს გმირი. სწორედ ნოე ჟორდანიამ რა ტრანსფორმაციაც მოახდინა თავისი პოლიტიკური მე იქნება ამ ტრანსფორმაციაზე ვილაპარაკოთ, რომ ისიც თქვათ, რომ კი შეიძლება რაღაცა არასასიამოვნო წარსული აქვს, მაგრამ გააჩნია რა გადაწყვეტილებას კონკრეტულ მომენტში გარემოცვაში მოხდება და გარემოცვა როგორ შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ერთ ინდივიდზე და ასე ძალიან დიდი და საინტერესო. ამიტომ თუ ამ შინაარსებით იქნება თავის ზეიმურობასთან, თავის ბევრ აქტივობებთან ერთად, რომელიც ვიცი რომ იგეგმება უკვე სხვადასხვა ჯგუფების მიერ 26 მაისს, ეს ძალიან კარგი იქნება. ერთადერთი მთავარი ეს არის რომ ეს არ დარჩეს და მე მგონი არც დარჩება ისეთ რაღაც შაბლონურ აღნიშნათ რომ რაღაც კონცერტი და ვერ დარჩება. ვერ დარჩება. დღეს უკვე მე მგონი ჩვენ გვაქვს სათქმელი. ჩვენ ვიცით რატო გვინდა 26 მაისის აღნიშვნა. და ბევრს აქვს მოსაზრება რატომ და როგორ უნდა აღინიშნოს ეს 26 მაისი. წელსაც და ალბათ მომავალში, როდესაც ამ რუსული ოცნების რეჟიმისგან გავთავისუფლდებით. გიორგი, უღრმესი მადლობა. ზუსტად 1 საათი გავიდა ჩვენი ამ წარმოუდგენლად საინტერესო საუბრის პროცესში, ვერც შევამჩნიე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. იმედი მაქვს, რომ უკეთეს საქართველოში ძალიან მალე შევხვდებით და სხვა მიმართულებით და უკვე მომავალ საქართველოზე ვისაუბრებთ. და ვნახავთ რა შეიძლება გამოვიდეს აი იმ დღევანდელობიდან და როგორ სახელმწიფოდ შეიძლება ჩამოყალიბდეს საქართველო. ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენ და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ძირითადად მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე მიწევს საუბარი და ჩემთვის მაყურებლებს მინდა ვთქვა, ეს არ არის ჩემი არჩევანი და ჩემი სურვილი. ბევრად სასიამოვნოა იმ თემებზე ვისაუბროთ, რასაც დღეს აქვს საუბრობ და ის რაზეც ვერ მოვასწარით საუბარი. უამრავ თემაზე ვერ მოვასწარით და მე სხვათა შორის სულ ფიქრობდი, აი ისევ ის კითხვა არის კი ამის დრო და კი არის ამისი დრო, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის, რაზეც ჩვენი საკუთარი შინაგანი რაზეც დგას, ეს მნიშვნელოვანი თემებია. პოლიტიკის ნაწილშიც და პროფესიულ ნაწილშიც და ამაზე უნდა დაშენდეს უკეთესი სახელმწიფო. პირადად ასე ვფიქრობ. დღეს საუბრობთ, მე მგონი, რომ რაღაც დოზით ეს უფრო დიდი პოლიტიკა, ვიდრე ის, რაზეც პოლიტიკურ თემებში თუ თოქ-შოუებში საუბრობთ ხოლმე. მეც ასე ვფიქრობ, გიორგი. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს. შევახსენებ, რომ ჩვენი ბრწყინვალე სტუმარი იყო დღეს დრამატურგი, დრამის რეჟისორი გიორგი სავანელი. მე გემშვიდობებით ერთი კვირით და ზუსტად ერთ კვირაში სამშაბათს 2 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. თქვენ უყურებთ პოდკასტს კულტურა ავტორიტარიზმის მიჯნაზე. მე ვარ ნინო გოგინაშვილი. დროებით.